საჟელახსოვრების სამინისტრომ და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს დღეს პენტენციალურ სისტემაში ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა წარადგინეს. პროგრამა საჟელახსოვრების სისტემისთვის ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ხარდაჭერით ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. დოკუმენტი განსაზღვრავს იმ მსჯავრდებულების რაოდენობას, რომლებიც მკურნალობის კურსს გაევლიან, ასევე კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც პაციენტთან შერჩევა მოხდება. გარდა ამისა, იგეგმება სამოქალაქო სექტორისთვის ჰეპატიტის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების გაიაფებაც. მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა საჟელახსოვრების სისტემაში ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური პროგრამა, რომელიც ათასობით ადამიანს მომავალში დაიცავს ინფიცირებისგან და ასეულობით ადამიანს წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მკურნალობით. საჟელახსოვრების სისტემის მიერ შემუშავებული პროგრამის პარალელურად უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო 2014 წლიდან დაიწყებს სამწლიან პროგრამას, რომელიც იქნება მიმართული სამოქალაქო სექტორში ჰეპატიტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. პირველი ნაბიჯი, რაც რითიც ეს პროგრამა დაეხმარება მოსახლეობას არის ის, რომ მოხდება ფასების შეთანხმება მოლაპარაკება ორ მწარმოებელთან და შესაბამისად ეს დაკლებული ფასები იქნება არა მხოლოდ საჟელახსოვრების დაწესებულებებისთვის, არამედ ის იქნება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც თავისი შეისყიდის ამ წამოს.